Hello, Mertenshin. Meufeo zetsisa da gagis. Romelmas mogues puri čven mitisaga. Es ars horci čemda mosaksemiet. Es qavt čemda sasupre. Es asmisiakma čemi sisხლის მიერი რომელიც დაიმთხელა თქვენთვის. და ახელი ჩემი გამცემის რომელიც ჩემთან ერთად არის სუფრასთან. ჭეშმარიტ ძე კაცისა უნდა მოხდეს თანახმად განჩენების მაგრამ ვაი მას ვის მიერაც გაიცემა იგი. რადგან უდიდეს შორის იყოს როგორც უმცირესი და წინამძღოლი, როგორც მსახური. რადგან ვინ უფრო დიდია, ვინც მაგიდასთან ზის თუ ვინც მაგიდას ემსახურება. რა თქმა უნდა, ვინც მაგიდას ემსახურებს, ვინც მაგიდასთან ზის. და მე იქნები თქვენს შორის როგორც მსახური. და თქვენ კი ჩემთან ერთად, ჩემს განსაცდელში, ჩემს გვერდში მყოფნით. და მე აღგიქვამთ თქვენ როგორც აღმიქვავ მამამან ჩემმა სასუფეველი. სატანამ დააპირა გამოცდა მოუწყოს თითოეულ თქვენგანს. რათა განაშოროს უკეთური კეთილისგან. მაგრამ მე ვილოცებ თქვენთვის, რათა არ შემცირდეს თქვენი რწმენა. როდესაც მე წარგაგზავნეთ თქვენ უფუთოდ და უაბგოთ, თუ გაგვდათ რამე. ეხლა ვისაც აქვს თუთა წაიღოს, ვისაც არ აქვს გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი, რადგან გეუბნებით. უნდა აღსრულდეს ჩემს ეს წელი, ბოროტთა შორის შეირეცხა. ის, რაც ჩემზე დაიწერა, უნდა აღსრულდეს.
ეწევი? ისო ხომ გაგიგია? იესო ქრისტე არ გაგიგია? როგორ არ მონახული? ძალიან კარგი. დაგიეთულეს ყველაფერს. კარგი დაფინანსება, კარიერა, კარგი სახელი, ახალგაზრდა კაცს, რა გინდა მეტი. მხოლოდ ერთი პირობაა. 3 თვეში უნდა დავამთავრო. როგორც გერმანიას საქმეს იძიებ, ისე უნდა გამოიძიო ესეც. ვინ მოკლა, რატომ, როდის და რისთვის, ან მოკლეს საერთოდ თუ არა, იქნებ თავი მოიგდა. რა ვიცი, წინამის საქმე, სირთულეები გექნება, წარსულია, რაც არ უნდა იყოს, თანაც ძალიან შორეული, თან არც ერთი მოწმე ცოცხალი აღარ არის. მაგრამ კარგი გამომძიებლის ხელში, დარი მოწმეც მოწმეა. სამღვდელოა? თანხმობა განაცხადეს. აბა, უმაგათოდ როგორ იქნებოდა. როს მისდევენ უმეტესწილად უსწრებენ, ასეც უნდა იყოს. ახალი საუკუნე, ახალი ასრულება, წერილს მოიწერეს. მთელი ერთი ტომია და კიდევ საბატონო ხომ გამოგიგზავნა. რომორჩები უნდა გაუბრუნოთ. მორალს მოეშვა. სამართლს მიხედავ. სამართლები კუთხით აინტერესებს. კვირის ბოლოს გელოდები რაღაც უნდა მითხრა უკვე. ეხლა იმუშავა. შენ არ გაცხოვრობ, ხო? ოჯახი, ცოლი, შვილი. ისინი ხომ ცოცხლები აღარ არის, ბატონო. ძალიან კარგი. ხელს არავინ შეგიშლის. მეც მადლობა.
შეიძლება ადამიანი განაგებდეს საკუთარ ბედს თუ მას საკუთარ ხვალინდელ დღეზე არ შეუძლია იყოს პასუხისმგებლობა. სატანა დააპირა გამოცდა მოუწყოს თითოეულ თქვენთაგანს რადგან განაშოროს კეთური კეთილისგან. წავიკითხე შენი პატაკი. ბევრი მოგისწრია სერიოზული ნამუშევარი. რაც მთავარია, დრო გაქვს შეგრჩეული სწორედ, რომ ახალსაც უნდა დაყოლება არ დაგავიწყდეს ზემოთაც მიდის. ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის. აი აქ, როცა დროს ადგებ, ცოტა გამოსაკვეთია რას ეყრდნობდი. ხომიცი ჩვენ საქმეში დროს განხილვა მნიშვნელობა. ვიცი. და სწორედ ამიტომ არ გვინდა ერთმოწმეს. ჩვენ შემთხვევაში წყაროს. ბევრგან გადავამოწმებ. საუდელობასაც ვესაუბრე და მეცნიერებთანაც ვიყო. რაოდა გითხრათ, რომ საერთო მოსაზრებები არ არსებობს. ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენებები. ერთი მათგანი მგონია მართლა. პირადად ვესაუბრებ. ბევრი ვიკამათე. რას ვამბობდი? დროს ვადგენ. ხო, ისნენ. ყურადღებით. მე გეტყვით ბატონო როსტომ, მაგრამ ხომ იცით, დროა საშინელი. კაცრი და გამუდმებელი. ზედმეტ სიტყვას არავის პატიობ. ახსოვს. რომის სამართალე სტუდენტობისას რართული საგანია.
მყავს გვაძროვდნენ. შენ მიგიკითხავდა. აფრიდონიძე ვარია. ახსოვს. მე თვალთვალზე მასწავლიდა და იმდენი ქნა რომ დაგვამახსოვრებინა. რომის კანონები მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. ხომასი? რა მახსოვრობა გაქვთ? ბატონო როსტო. მე ისიც მახსოვს, რომ ამ დროს ტიბერიუსია იმპერატორი. მართალია. რომში ტიბერიუსი. იუდეა რომის პროვინცია და მას ილანდე პონტორი განაგებს. პრეფექტი. მე რომ მოგახსენეთ, ის ამბავი სწორედ აქ პერიოდში ხდება. მაგიდების ინციდენტი. დიახ. საოცარია იცი, რაღაც ვერ არის ეგ-ორი მიმართულება ერთმანეთზე იქნება. გეტყვით ბატონო როსტო, მაგრამ დრო დაგირდება. დროს მოგცე. აი ტელეფონსაც გამოვიდა. ხო, ხილად იყავი. ხო ვიცი. მე გეტყვით ბატონო როსტო და მე როგორც თქვენ მიტყვით, ისე იქნება. კარგი. დავიწყო. იმპერატორი იერუსალიმის გეგმა. აი აქ სადაც პირველი მისიანია, ტაძარია გამოსავალ. ეს მეორე პილატეს ადგილსამყოფელს აღნიშნავს. რა პილატე აქ არ ცხოვრობდა. დედაქალაქში და სამარიაში და იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ერთი დღე ჩამოდიოდა. თან იმპერატორის ცხენი ჩამოკვდა, რითაც ხაზს უსვამდა დღესასწაულის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
წერო ასეთი ბასაკი იმ დროინდელი თავარი რელიგიური დღესასწაულია. წესი ასეთი იყო, ყოველი ადამიანი ვალდებული იყო ერთი ბატკანი შეეწირა მსხვერპლად. ეს ჩვეუება სათავეს ჯერ კიდევ იქიდან იღებს, როდესაც ფარაონმა ნება დართო ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსულა. დიდძალი ხალხი იქნებოდა. ასე საოცარია. აი ჩვენს დროში საზოგადოებრივი თავშეყრის საფუძვლად აი ასეთი რაღაც რომ გააკეთო გაგია, მაგრამ მაინც არავინ არ გაგაკეთებს. იმას საბადიეს. რატო? რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველად წესის თანახმად ის გავადგინე თუ რა დაზიანდა ამ დროს. მაგას რა დადგენა უნდა შენ თავად არ თქვი? მაგიდები. ფორმატი ჰქონდა მაგიდების, სამთლები და რაღაც ნივთები იყიდებოდა, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება სხვა რამე იყო. მაგიდას სხვა დანიშნულება უნდა ქონდეს. მაგიდა. ფულს ახდავდნენ. იუდეა, რომის ერთადერთი პროვინცია იყო, რომელსაც საკუთარი ფულადი ერთეულის მოჭრა შეიცვალა. მაგრამ ფულად ერთეულის იქნები იყო და მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების დროს გამოიყენებოდა, ასეთი კი იმ დროს მრავლად იყო. წესი ასეთი იყო, ყოველი ადამიანი ვალდებული იყო ნახევარი სიკვდილი შეეწირა და აზრისთვის. საკმაოდ დიდი თანხა გამოდიოდა. და სწორედ აი ამ მაგიდებზე იცვლებოდა რომაული მონეტების სიკვდილზე და მაგიდების აი ეს რიგი იქნა განადგურებული. სავალუტო ჯიხოვები. საოცარია, ეცე რახა მაინცა და მაინც ამ დღეს მოხდა ეს ყველაფერი. ადრეც ხომ შეამჩნევდნენ ამას, რა პირველად დაინახეს. თუ რა? შეარჩევი და თვალი რომ არ შეერჩევი. ეხლა მოვეზრდა. რაში რომ ამოგივა რაღაც. თავიდან ეცეკრებეგონა, მაგრამ აქვს სხვა მიზეზია. აი. ეგ მიზეზი რომ არა. ალბათ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი იმათვისაც და ჩვენთვისაც. მაინც შორიდან მომიწევს პატრონს. დაიწყე. ისმე. საკითხში გასაკვირვად სპეციალისტების ხარჯზე გამოვიდნენ. ისტორიკოსებთანაც ვიყავით და ეკონომისტებთანაც. სადოქტორო დისერტაცია მოვიმიზეს, რომ მეჭვი არა იყო. ნუ საკანდიდატო კეთვა რა
მოგესალმებით, სადოქტორო, საკანდიდატოზე თითქმის სამჯერმეტია და ამით ზედმეტი შეკითხვების ალბათობა თავიდანვე ავიცი. სწორად მოწევთ. ისტორიკოსები რომ ჩართერ გასაგებია ჭირდება, მაგრამ აი ამ ეკონომისტების ვერ გავიგე. აუცილებელია ბატონო. რა? აი აქ სისხლის სამართლის დანაშაულის გარდა ეკონომიკური დანაშაული იკვეთება. Questo è interessante. ეკონომისტებმა ძალიან საინტერესო სურათი დამიხატეს. აღმოსავლეთში ოქროს საბადოებია. აბანელებზე ვერცხლიც, ასე რომ რომი ვერცხლით იყო მდიდარი, აზია ოქროთი. ჭკვიანი კაცის თვიში სწორედ ამას გულისხმობ და აი აქაც გამოჩნდა ასეთი ხალხი ფარისევლების სახით. იუდეას საკუთარი პარლამენტი ჰქონდა, სინედრიონი. სინედრიონში ორი ძალა იყო გამეფებული, ფარისევლები და სადუკეელები. სადუკეელების შესახებ ისტორიკოსებმა ბევრი ვერაფერი მითხრეს, მარტო ის არის ცნობილი, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩენილ ზელოტებს არ თანაუგრძნობენ. ეგრენი და არის. ტერორისტები. რომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამგვარი ქმედებით ფარისევლებსაც უთხრიდნენ გზირს, მაგრამ მათთან ბრძოლა ძალიან ძნელი იყო. 6000 კაცამდე. ძალაც ჰქონდათ, გავლენაც და ფულიც. მაგიდების აი ამ რიგს სწორედ ისინი აკონტროლებდნენ. ყურადღებით გისმენ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირება მაინც მიჭირს ეს პარლამენტი, მაგიდები, ეს ინციდენტი. აწყობა უნდა ამბობ. ისე ვინც სათავეშია, ის აკონტროლებს ყველაფერს. ამაში ახალი არაფერია. ციფრები. რა ციფრები? ციფრები აქვს. ძირფასი მეტალების ამბავ ხომას. ახსოვს მე. რომში 1 გრამი ოქრო 13 გრამი ვერცხლს. იგივე ოქრო იერუსალიმში 5 გრამი ვერცხლში იცვლება. ფარისევლების ჭკუაში სწორედ ამას გულისხმობთ. ისინი მაგიდებიდან ამღებული ოქროთი ტიტულობენ ვერცხლს კურსით 1.13. შემდეგ ეს დაგროვილი კაპიტალი გადააქვთ იერუსალიმში და იქ ცვლიან კურსით 1.5. ამ ცხოვრების ხარჯზე დიდძალი ქონება დააგროვეს. მე მთავრობა ამჩნევს საიაპონოს. იღალტე ყველაფერი იცის. რომშიც რამდენჯერმე აფრინა წერილი, მაგრამ ვერაფერს ახლა. რატომ? მაგის ხელში არ იყო ყველაფერი. ჯარი მაგათი იყო, კანონი და პოლიცია. გაუთავებელმა დროს დაგებამ შეუშალეთ. დღეთა ღამე ქონდათ, არა? ისე გაპარტახდა ყველაფერი, რომ ვერაფერი დაიწყეს. იმის მაგივრად, რომ პროვინციიდან შემოსული წილით ბიუჯეტი შეეცვათ, ოქროს არ მოხდნენ და საკაულებს იკეთებდნენ. და დიდი ეჭვმაქვს, რომ თანხის დიდ ნაწილს სწორედ ბიუჯეტიდან იპარებდნენ. რომიდან ოქრო გადიოდა, ხაზი არ სულს აფარდა. კაცი აღარ იყო, რომ ვალი არ ქონდა. ესენი კიდევ პროვინციიდან ჩამოსული ხალხია. ძირითადად ებრაელები. რაღაც ისეთი მაგიური წრე შეიკრა, საიდანაც უამრავი ფული შემოდიოდა. მართალია ჯერმეც უკან აბრუნებდნენ. გადამრევენ ეს ებრაელები.
ყველაფერი საინტერესო მოსასმენი. ლექციას გავს, მაგრამ არ დაგამიწდეს, რომ ჩვენ ყველობის საქმეს ვიცი. მე ახლა სწორედ ყველობის მოტივს ვადგენ. დამაჯერო ჯერ ვერ გამოიკვეთა პირდაპირი კავშირი. დავამთავროთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაყვული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმპერატორის ყურამდე მივიდა. იმასაც ბევრი აღარ ვფიქრია. კანონები გაამკაცრა და ფასები ხელოვნურად დაარეგულირა, მაგრამ ამით საქმეს არაფერი ეშველა. შავმა ბაზარმა ისარგებლა და ფეხზე მყარად დადგა. ასე რომ აირია მონასტერი. აი, თურმე საიდან მოდის შავი ბაზარი. და ახლა ჩვენ გვინდა ბაშად მოუვაროთ ამ ბაზარს. ვერც მათ მოუვარეს. და სხვა რამე მოიფიქრეს იმპერატორს დაუდგეს შამი. პუნქტზე და არეულობაზე ცუდი არაფერია. გეთანხმებით, მაგრამ ეს იმ დროს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა. ტიბერიუსი ტიპში ასეთია შეთქმულთა განწყობა. ხელმძღვანელის მალე გამოინახა, ვინმე ელისეიანი, რომის გარნიზონის უფროსი. სომეხია. არა. წმინდა სისხლის რომაელი. იმან თავის გარშემოსვლები შემოიგება. პილატესაც დაუკავშირდა, ძველი მეგობრობაში ასენა და დახმარებას თხოვა. პილატე დათანხმდა. და თავისი ლეგიონებით რომში გამოცხადების პირობა დადო, მაგრამ იცოდა ლეგიონებიდან. ლეგიონები აპირიდან რომ დაეძრა ომის წარმოებას თანხები სჭირდებოდა და სწორედ ამას გამო. მე მამის ხელში არის ყველაფერი, რასაც სურდოდა, იმას იზრდებოდა. ებრაელებს ჰქონდათ გამორჩა. წინვიდა უდგებოდა არა მაგას ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ ხელად თანამდებობის კაცს ფული გაუჭირდა. ერთხელ უკვე ჰქონდა. გამოერთმია მეორედ, ვერ გადაუშვიდა. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ძლივს გადარჩა წარეკის საჩივრებით. იერუსალიმში ძველი კანალიზაციის სისტემა იყო, რომელიც პილატეს მმართველობის პერიოდში საბოლოოდ გამოუწყვეტა. პილატემ რომს მიმართა ფული მოსთხოვა, მაგრამ ვერაფერი მიიღო. პრეფექტმა კარგად იცოდა ვისთან სწავლობდა საქმე. ამიტომ ტაძარში შეიჭრა და სალოცავი ხაზინიდან ფული ძალით წამოიღო. ათოგან ტრილიონი წავშვა რომში საჩივარი აფრინეს თქვენი კაცი დაუმსახურებლად ჩაგრის და ვიშველოთ. პილატე რომში დაიბადეს. სენატი შეკრიბეს და პილატე რატომღაც გაამართლეს. გამოდის სენატმა პირადი იგივე სულიერზე აღუდგა. ასე რომ ფულის საკებას წინ მიდაუდგებოდა, მაგრამ მე რაღაც უნდა ეთქვა. საბუთი მოიყვანა და თავის მიმართება. იმას ხომ არ ეთქო და იმპერატორის ჩამოსაგდებად მინდა ეს ფული. ამას ვერ ეთქო და რაღაც სხვა უნდა მოეფიქრებინა. ისესა
მაცხოვდაობელი მაგიდების ხელში ჩაგდება გადაწყვეტა. მაგრამ მაგიდებს თუ დაარბევ და მაშინ არ უჩინდებდნენ. ძალისმიერი მეთოდები თავიდანვე გამოირიცხავს. შენ გინდა მითხრა, რომ პილატე კანონიერი გზით აპირებდა ყველაფერს. დიახ, კანონიერი გზით აპირებდა ყველაფერს. როგორ? იესოს დახმარებით ბატონო როსტომ. იესოს დახმარებით. იესოს დახმარებით. სადეცალა იესოს ეგეთი რაღაცა ეცა და თვითონაც ძალიან იყო მოწადინებული. გამოდის რომ ინტერესს და გადაყვანასთან გვაქვს საქმე. ასე და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს. მაინც რამოდენიმე შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი. გავს. რა იცოდა პილატემ იესოს შესახებ? ის რომ პროფესიონალი ქადაგებელია, მიმდევრები ყავს, რასთავარია ტერორის ზელოტებს არ უთანაგრძნობს, თავარი? რა მთავარი? თავარი. რა? ნახევრად. რომაელია. იესო. ნახევრად რომაელი. ისე ჭარად დადიოდა, რომ თითქოს იესოს მამა. ბებერი თურქანი იოსები კი არა, რომაელი ჯარისკაცი პანდირა. ჯობებს ჩემი. ხო, მაგრამ ადამიანები ვარ და მოქმედებს მაინც. თანაც მის გეგმებში ზუსტად ჯდებოდა. კარგი. დავიჯეროთ ჩვენს, რომ ეგრეა, პილატეს ინტერესი გასაგებია, მაგრამ იესოს რა მოძრაობს? იესო. იესო კარგად ხედავს შექმნილ მდგომარეობას, რომიდან ფული გაედინება. ზელოტები თავისას არიშლიან და რომის მოქალაქეებს ხოცავ.
ესო კარგად ხდება, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ცუდად დამთავრდება და მოგვიანებით ასეც აჯანყება მიგდა, რომელიც რომაელებმა სასტიკად ჩაახშეს და მათთვის საძულველი ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ესოს რეალური საქმეობა. ის კაპიტალის დაბანდებას ეკონომიკაში მოუწევს. სამჭედლოების, სახელოსნოების სამუშაოება, ახალი საბადოების ამოღება. არ შეიძლება რომ საზოგადოების მხოლოდ ერთმა ნაწილმა იცხოვროს კარგად. ბიბლია ყურადღებით წავიკითხე. გადანაწილების ხელის გამართვის განწყობა მთელ წიგნს ბოლომდე მიყვება. ბოლომდე წავიკითხავს. სხვანაირად არ გამოვიდა. კარგი იქნია. ვიხაცა ხომ უნდა წაიკითხოს. ამ პროგრამის განსახორციელებლად მარტო გადაგება რომ არ არის საკმარისი თვითონაც კარგად იცის. მარტო ლაპარაკით ვერც ფარისევლებს და ამარცხებს და ვერც სადუკეელებს შეაცვლევინებს აზრს, ამიტომ როგორმე სინედრიონში უნდა მოხდეს. აქედან უფრო გააგრძელება პროგრამის განხორციელება. ფინანსებზეც კონტროლს დააწესებს და ამ სოციალურ პროექტებსაც მიიღოს ბოლომდე, მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემა. სინედრიონში ნებით არავინ არ შეუშვებს, რადგან ლევინთა წარმომადგენლების ხედავ ყველგან. ამაზე ლაპარაკში არაფერია. ვინ არიან, რას წარმოადგენენ? რატო გამოდგება? შეგნებულად ბატონო როსტომი, მითქმა მოთქმას მოვერიდე. აგის ძიების შედეგად დასტურდება, რომ ლევინები წარმოადგენენ ჩვენამდე მოღწეულ პირველ მაფიოზურ ოჯახს. კლასიკური გაგებით და კლასიკური სქემით. მათ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საზოგადოებაში, სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. და ეს ყველაფერი რელიგიური შეფერილობის მიღაბს ატარებს. დიდ ძალას დატანებია. მართალი ხარ არის მაგაც ესაუბრა. ამ საქმეში დახმარება მხოლოდ რომ შეიძლება ეწია. პილატე და რომი ერთია, პილატეს ეკობია. ამიტომ პილატე რომს მისცემს, იქიდან თანხმობას მიიღებს და იესო მესამე ძალით სინედრიონში შევა. ფერზე პარაკას, ბევრი მხარდამჭერები.
სინედრიონში ფარისეულებიც კი თანაუგრძნობენ ვინმე იოსები და ნიკოდიმი. ასე რომ ლევინები კრიჭაში შეკრავენ და რომის გადაწყვეტილებას დაემორჩილებენ. მაგრამ პილატე ამ ყველაფერში რას მიიღებს? კეისარს. თავიდან მეც გავიგე, დიდხანს ვიმტრიე თავშეთე, ანალიტიკოსები დავიხმარი, ეს ორი სიტყვა გავშიფრეთ და ეგრე გამოვიდა. სინედრიონში მოხვედრილი იესო როგორც პარლამენტის წევრი უფლებას მიიღებს გამოისყიდოს მაგიდების ერთი რიგი მაინც და ეს გამოთავისუფლებული ფინანსები რომისკენ იმართოს. ანუ პრეფექტს. ანუ კეისარს. ასე რომ პრეფექტი თავისას მიიღებს. იმ გადამამულს, რომელსაც ლევინები ფარისევლებისა და სადუკეელების სახით მას აღმოსავლენ. ეს სწორად მოვიფიქრებია, მაგრამ ვიდრე ეს ორი კაცი ერთმანეთს არ შეხვდება, არაფერი არ გამოვა. სწორედ ეს უნდა მოეგვარებინა. მაღაზიაბრები რა იყო? ჭირდა თანამდებობის პირთან შეხვედრა. თავისთან დაიბარებდა. არქნა. რატომ ხოლმე წყობა? ამით ლევინებს კიდევ უფრო გააძლიერებდა. ატყდებოდა მთელი ამბავი. ზედმეტი პაული კი არავის არ უნდა ხომ გასულს შეთქმულებაში ჩათვლებული. ამ შეხვედრას ყველიც ეწინააღმდეგებოდა. მღვდელმთავარი კაიაფა აქ და ჩვენზე ადრე გაშიფრა ეს ორი სიტყვა. იესო მის ფინანსურ მდგომარეობას აშკარად ემუქრებოდა. და კიდევ პილატეს გამჭრიახობის შეეშინდა. პილატე სახელმწიფოს მტრებს და სასამართლოს გარეშე ზრდიდა. მაგრამ ამ შემთხვევაში იესოს აუცილებლად გაესაუბრებოდა. პილატეს ადგილობრივი მმართველების ზუმდა ველურებს ეძახდა. ასე რომ იესო მასთან ისე წარსდგებოდა, როგორც მისი ტრების მტერი. ანუ მისი მეგობარი. და შედეგი დასრულდებოდა ეს შეხვედრა ძნელი წარმოსაქმენი არ უნდა იყოს. მაგრამ ხომ დასაჯა? ეს ბოლოს და ისიც რაღაც გაუკვირვებისგან. მანამდე ყველა წესი დაარღვია, ყველა კანონი. მაგრამ არავინ გახკარებია და არც პასუხი მოუთხოვია. იგაუღებდა რამეს ისეთი კაცი მფარველობდა. ამხელს შეწყობას კაიაფაც ხედავდა და ამიტომ მისი დაპატიმრების სასტიკი წინააღმდეგია. თუმცა გრძნობდა, რომ ეს გაუკვირვება დიდხანს ვერ გასტანდა და ერთხელაც ერთმანეთს საქმე გადაეკრებოდა. ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. მაინც მოგვაქცევს მარწუხებში. გამოსავალე. მოიძებნა გამოსავალე. იესო ჩუმად ყოველგვარი ხმაურის გარეშე უნდა გამხდარა. იყო კაცი და აბარებს. შეკვეთილი გულობდა. ვინ
დაუყვეთ. კაიაფას მხოლოდ მცდელობა ჰქონდა. მირჩანაფის სამაუცილებლობა არ ეწევა. აღმოჩნდა, რომ უფრო ძნელი იყო ვიდრე ეგონა. იესო დაცვიდრებდა, სადაც დაცვა იქ არის ფიგურები. სივზე ბატონო როსტოვი. ხმალშემართული პეტრე თვალს არ აცივებდა იესოს. იმ დროს იარაღის დარება მხოლოდ რომის მოქალაქეებს შეეძლოთ. თვალში აქაც ერთი გაუგებრობა ეჩენს თავს. ცხადია, რომ პეტრე იუდეაში დაიბადა, ველურებში. მაშინ როგორ შეძლო მან მოქალაქეობის მიღება? მაგას რა ძალიან დიდი ფიქრი უნდა მიდგა, მოდგა და მიიღო. ასე ნამდვილად არის. ისტორიკოსების უწყარამის ამბობენ. მოქალაქეობის მისაღებად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა. დაქირავებულ ჯარში უნდა გემსახურა. როგორც ჩანს, პეტრეს ეს წინააღმდეგობა გადალახული იყო. ამიტომ დავიოდა თავისი ხმლით ამათ. არც პატრულის ეშინოდა, არც აგენტების და არც რომაელი ჯარისკაცების. ერთხელ ეს იარაღი გამოიყენებინეს. აი ამ ფიქრებში იყო კაიაფა, მაგრამ უეცრად ყველაფერი თავისთავად მოგვარდა. თავისთავად არაფერი გვარდება. მართალია. როგორც ყველას, მასაც იესო დაეხმარა. იესო როგორ დაეხმარა? შანტაჟი მოუწოდა. გეციმანიის ბაღში შეიტყო. პროვოკაცია დაგეგმა და თავი დააჭერა. იესომ პროვოკაცია მოხდა. საინტერესო. ყველა საინტერესო ახლა ერთ საღამოს იესომ და მისმა მეგობრებმა დროის გატარება გადაწყვიტეს. პასექის დღესასწაული იყო და ეს საღამოს გაგრძელდა. იესომ ყუდრო რესტორანი წინასწარ შეერჩია. ამას ოპოში საღამოც გაიგო. სვავდნენ? დიახ, ღვინოს ეტანებოდა. ამ დროს იესო ერთი მოწაფე მოიხდა. იუდა ისკარიოტი. მოიხმოდა ასეთი რამ უთხრა. წადი, ჩანაფიქრი განახორციელებო. იუდა წავიდა. მისი წასვლა სუფრის წევრებს არ შეუმჩნევია. იესო მეგობრებს გასეირნება შესთავაზა. იმათაც ქუჩა იხეთი არის და გეციმანიის ბაღს მიადგა. რა უნდათ მას იშოვეს? ჩანაფიქრი რომ ვახსენე სწორედ იმის განხორციელება შეუდგა. ხუდრად გიცეძებდა, მხოლოდ ასე თუ შეაცდენდა ფარისევლებს. და ფარისევლებმა როგორ დააგვინეს? როგორ გაიგეს, როგორ მიიღდნენ, რომ ამადამ დროს, ამადამ საათზე, ამადამ წუთზე სადღაც გეცემანის ბაღში მოისურვებდნენ გასეირნებას. ერთი ადამიანი არ გვაქვს. ეს ადამიანი შენ თვითონ ვთქვი, რომ ადრე წავიდა სუფრიდან. და ადრე წასული კაცი დანარჩენების ჩანაფიქრს როგორ მიხვდება, როგორ გაიგებს გზას და მარშრუტს როგორ დააგებს. ან უკან უნდა გახოლოდა, ან
2 საათში გეცემანიის ბაღში იქნება და მის დაჭერაში ხელს აღარავინ შეგიშლით. მეტიც მეც იქ ვიქნები და დაგეხმარები. მარტო თუ არის? მარტო არ არის, მაგრამ ისეთი თვალები არიან, მაინც ვერ გაიგებენ. შენ ნახეთან რა ხე? მაგათი ფული მაგარია. იესო ყველაფერზე საბუთს მთხოვს. ყოველ კაფიქს ამგარიშებს. გასახანს არ მაწევს. ანაცე. რაღაც დამეხარჯა, ვიცი. აღმოაჩინეს და კარგი დღე არ გამადგება. რამდენი დაგაგდა? მაშინ ლეგიონის დაცვა შეუκრებია და ბალსკეთას. რატომ ფული ხომ აიღო? ეს ფული იუდას რომ არ გამოერთმია, ეშმაკი კაიაფა ყველაფერს მეხდებოდა. ეს ახლა რომ გამოგონილია იქიდან და იქნება რომ მოგვიანებით იუდა ხელმოხმებლად მიუტა. მაგრამ ეს მერე მანამდე გახარებულმა კაიაფამ ბალს აღარ შემოარტყა. იესოს დასაპატიმრებდა და მისმა მის მოკვლას აპირებს. ეს იცის იესო, იცის იუდაც. ამ ორი კაცის მოფიქრებულია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ გეგმის შესახებ არაფერი იცის კაიაფა. ამიტომ გულის სიხმე გამარჯვებას ძლებს. მაგრამ ყველაფერი სულსმანაირად. სწორედ ამ დროს იუდა იესოს გადაკოცებს. იუდას ამბური. ასე თუ ჩემს გამოძიებას დავაგნობით, მოგვიანებით ეს ორი სიტყვა მნიშვნელობა შეიცვლის, რაც უამრავი ადამიანის ამნისტიას გამოიწვევს. რადგან ეს ეგრეთ წოდებული ამბორი ძმურ გადახვევას უფრო გავს ვიდრე ხალხს. მაინც რა უთხრას? ყველაფერი კარგად არის. როგორც გვიდოდა, ისე მოეწყო საქმე. ხო გამჟღავნდებოდა როცა გამჟღავნდა კიდეც რამდენიმე წუთში იუდა მიცხვდა. იმას სიტყვის არაფერი ეტყობოდ. დაცვა დაფხა და უკან დაეხია. პეტრე ხმალი ისისო და ვინმე მას ხოვიცი ჩამოყვა. ისევ იესო მიხსნა. კაიაფა მიხვდა რომ დამარცხდა. მიხვდა რომ მოაწყვეს. ერთადერთი გზა ჰქონდა. იესო პატიმრობაში უნდა ეყოლა ის მძიმე შემთხვევაში. თუ იესო თავად დათანხმდა. იესოს ბევრი აღარ და ჩაბარდა, მაგრამ ამით კაიაფას რა? ძალიან ცუდად ბავში გაეხო. კოლექტიური ჩხუბის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. ველურებმა რომის მოქალაქეზე არ მართეს ხელი. თან სისხლი დაიღვარა. რომის მოქალაქე იძულებული შეიქმნა, რომ იარაღი ეხმარა და თან დღესასწაულია. თან დღესასწაულია. პირადად დაბავში გაერთო, მაგრამ ერთი გამოსავალი მაინც არსებობს. გზაში თუ მოუგებს ბურს, მაგრამ ეს პეტრე აიდება, ვერაფერს მოიცინეს. ვერც მოიცინებდა, რომის მოქალაქეა, თან თავარი მოწმე. მასზე ფარისევლების გავლენა არ მოქმედებს. ამასობაში დიდხანს იხედი არის დაათენდა კიდეც. ყველამ გაიგო იესოს დაპატიმრების ამბავი. პეტრემ თავისი საქმე დამთავრებულად ჩახალა და იქაურებოდა. მე რაღაც შეიცვალა ეს ყველა. იესო თითქოს ყველა ნაბიჯი გათვალა, მაგრამ ერთ რამეში მაინც შესდა. სად შესდა?
სახელი. არაფერი იცოდა. შეიძლება მოყვეს ინფორმაციის არცოდნას. მე რა გამოიწვია მაგ შესწავლ. იესოს სიკვდილი. მოვლენები შემდეგნაირად წარიმართა. კაიაფამ პატიმარი პილატესთან მიიყვანა და დატოვა. პრეფექტმა იესოს ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა, ამიტომ ერთმანეთს დაშორდნენ და თავთავიანთი გზით წავიდნენ. კაიაფამ იცის, რომ გარეთ გამოსული იესოს სიკვდილზე საშიში. შანტაჟი მეც ასე მოვიდა. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ პილატე იესოს მონათხრობით ძალიან დაინტერესდებოდა. ისინი საერთო ენას გამონახავდნენ და იესოს სინედრიონში შევიდოდნენ. პილატემ მაგიდებიდან ამოღებული წილით იმპერატორს სუფთა სინდისით ჩამოაგდებდა, მაგრამ ამის გაკეთებას 6 თვე მაინც დაშირდებოდა. პილატეს კი ფული დღეს ვეუბნა. ამიტომ კაიაფას აშენებს, აშანტაჟებს, იესოს ათავისუფლებს. კაიაფა ჭკვიანი კაცია და სწორად ახსნა პილატეს ესურა. ფული მაშინვე მიუღებდა. პილატემ იესოს დაპატიმრების ბრძანება გასცა. ოცდაათი ტალანტი. ბევრია. შვიდას 50 კილოგრამი სუფთა ოქრო. მთელი რეგიონის ერთი წლის ჯამაგერი. ასე რომ იესო იუდას არ გაუღია. პილატემ და ჯვარსაც პილატემ აჩა. იმ დროს ოქი პატიმარი უნდა დაესწრათ. ორი ზელოტი ტერორისტები იესო და იმდროინდელი კრიმინალური ავტორიტეტი პილატს ბარება. მასენის გასასწაულზე მხოლოდ ერთი პატიმრის შეწარება შეიძლება. ეს ხალხს უნდა გადაეცემა. პილატე დარწმუნებული იყო, რომ ხალხი იესოს აირჩევდა. მაგრამ ამ ჩვეულებების შესახებ ყველაზე უკეთ კაიაფამ იცოდა. ამიტომ წინასწარ მოემზადა ხალხთან კარგად იმუშავა. ხალხმა ციხულა და სიცოცხლე ბარაბას აჩუქა. ამის შემხედვარი კაიაფას იმედი გადაეცვალა.
იუდა 30 ვერცხლი კაიაფას ეზოში შეუდგა და თავი მოიკლა. არაფერს იყო დამნაშავე, მაგრამ ვერაფერს. ამ გეგმის შესახებ მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა. ერთს ფული უკვე აღებული ჰქონდა, რასაც კაიაფა დაარბასებდა ხოლო მეორე ვერაფერს იტყოდა რა და ჯვარზე გაგრული სიკვდილს ებრძოდა. იუდა მივხვდა, რომ მას არავინ დაედურა. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე როგორც წიგნშია ტექსტის მიხედვით. დავწერო დასკვნა. დასკვნას დაწერას გლობის მოტივს დადო ამოიღებ ებრაელი ვაჭრების თუმდლების ამბავს არ არის საჭირო. ფულის გადანაწილების ისტორიას გაკვეთ მოიხსენ. კიცებულებები არაა საჭირო. ზოგად სურათს დახატე. არც ბევრი სახელები გინდა. ეტრე დადო. იუდა იუდას როლს დარჩეს როგორც ვიცით. ამის თავიდან დაწყება სულ არ აქვს ქვეყანას. ეპოქის გადასხაფერებას არ ამობაპატიებს. ასე მოიქცეთ. და ყველა კმაყოფილი დარჩა. შენც, მეც, საპატრიარქოს, პოზიციაც და ოპოზიცია.
კაცი ხარ. ზართა ის რომ ყველაფერი სხვანაირად არ ნიშნავს რამე შეიცვალა სიცხე და თაგარამზე ირგვლივ უამრავი უსაქმური სეირის მაცქერავი რომაელი ლეგიონელი შუბს დაუნდობლად იქნევს და ხალხს სიკვდილ მისჯილებთან მიახლოების უფლებას არ აძლევს კიდევ არსებობს იმედი პეტრეს სიტყვისა იქნება არ გაწიროს და რატომ უნდა გაიმეტოს ფული ხომ აი კიდევ უფრო ჩამოცა იესოს პირი უშლება წყალს ითხოვს არ დაამაგლიან დახეთქი უჩევს დაუსრულებ საოცარი რამას მაცოცხლებელი სითხე იესო სული მოიხდა ეხლა დარჩენილი გზის გავლა გავადვილდება მით უფრო რომ სიმძიმე აღარ აწუხებს სიმონი ახიდება ის ჯვარს მიადრებს ეჭვი აღარა რომ იესოს უთხრიდები რამდენად უნდა ბედმა კაიაფას აი ახლა დრო გადაეკიდა დაუნდობელი მსაჯული შაბათი ახლოვდება ამ დღეს რაიმეს გაკეთება აკრძალულია იცის ეს კაიაფა მაგრამ რა ქნაც როგორ მოიქცეს როგორ ამოხატოს სული
კაცის სიცოცხლე რაღა მაგრამ სიკვდილამდე მაინც ბევრი დარჩა შაბათი აღვდე ხოლო შუაღამისას კაიაფას დაშინებული თხოვნით რომაელი ლეგიონელი იესოს შეამოწმებს და შუბის წვერს უჭყავს. წვერს სისხლი გაუვა. იესო ცოცხალი